9 მარტს დილის 7 საათზე UFC 313-ზე გაიმართება ალექს პერეირას და მაგომედ ანკალაევის დაპირისპირება. ამ ორ ბრძოლას უამრავი ადამიანი და გულშემატკივარი სულმოუთმენლად ელის. ვის ექნება ამ ბრძოლაში უპირატესობა და რატომ? ამ ყველაფრის დასაბუთებას ახლა შევეცდები. ალექს პერეირა ცნობილია თავისი მუშაობით დგომში. იგი არის ფენომენალური სტრაიკერი. ეს ყველაფერი მას კიკბოქსინგიდან მოყვება. მას ბოლო ბრძოლებში დამარცხებული ყავს ამ წონაში მყოფი ტოპები. იგი წაუგებელია უკვე 2 წელია. ბოლო წაგება მას ისრაელ ადესანიასთან აქვს, ახლა კი ალექსი 5 მოგებიანი სერიით მომდევნო სატიტულო დაცვაზე გადის. მოგამედ ანკალაევი კი უფრო გრძელვადიანი წაუგებელი სერიით გადის სატიტულო ბრძოლაზე. იგი დაუმარცხებელია 2018 წლიდან. მისი რეკორდია 19-1-ზე. მას უკვე უნდა ჰქონოდა სატიტულო ბრძოლა, მაგრამ იან ბლახოვიჩთან ფრეს შემდეგ იგი გამოიჩინა სატიტულო ბრძოლას. უპირატესობებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, დგომში ალექსანდრე პერეირას დამარცხება თითქმის შეუძლებელია. მისი მარცხენა ჰუკი ერთ-ერთი ყველაზე საშიშია UFC-ში. მაგრამ ჭიდაობაში უპირატესობა ანკალაევს გააჩნია. იგი ისეთივე კარგი გრეპლერია, როგორც სტრაიკერი, თუმცა დგომში ბრძოლა მას პერეირასთან გაუჭირდება. ერთადერთი მისი გამოსავალი ამ ბრძოლაში ჭიდაობა და გამძლეობის ხარჯზე გამარჯვებაა. თუ მოგეწონათ ასეთი სახის ვიდეო, მოიწონეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი.